ბატონზას არ გამიბრადეს, მაგრამ უნდა კითხოთ რა. თუ გაგიბუქებიათ ის ნადირობის ამბავი? იცით რა, ეხლა არ მინდა ესე გამიგოთ, მაგრამ აი ტყუილი მეჯავრება. აი მეჯავრება ტყუილი. შეიძლება გამიბუქებია ალბათ. ამხელადად მოგიკლა. იცით რა არის, აი ერთ რამეს გეტყვით რა, იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც ერთმა ჩვენმა მეგობარმა, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ხორზე ნადირობის, ნუ პროფესორი, აი ტყეში რო შევა დაბნო მიწას ნახედავს, სად რამდენია, როგორია, რამხელებს ყველაფერს გეტყვის. ხო და დამაყენა ერთ ნომერში და თან ამიხსნა, რომ ისეთი დიდი გამოცდილება არ მქონდა მაშინ ხორზე ნადირობის, არც ახლა მაქვს ისეთი გამოცდილება. და ნუ მითხრა რომ როდესაც კოლტი მოდის წინ ნეзвი მოდისო და დააკვირდი რომ ნეзвი არ მოკლა. ნუ მონადირებს ყოველთვის ეს ის აგვაქვს რომ დედრებს უფრთხილდებით, იმიტომ რომ გამრავლებაში ხო და პირველი მე მოყვება ტახი და მე მოდის გოჭები თუ ესეთი კოლტი არის. შეიძლება მოსდილები იყვნენ ეს კოლტები, მაგრამ გვიმაცხოვრება. ხო და ნუ აი რო გამოვიდა, არ ვიცი ამ იმას ეფექტი აქვს თუ რაღაცა. მე მსგავსი ზომის ტახი აი ცხოვრებაში არ მინახავს. და მე რომ მითხრეს, აი დაახლოებით ამხელა იქნებოდა ხელით რო აჩვენა და აუ დამცინეს მაგ. მაგრამ დღემდე თვლით რომ აქელა იყო, ხო? კი. არა, აი მე რაც ხა ბევრი დამინახია და ისიც არა მაქვს რომ აი შიში დიდი თვალები აქვს და შიშიც არ მქონია, იმიტომ რომ საკმაოდ მოხერხებულ ადგილას სათვალშე ძალიან აგრესიულია ორი. თუ დაინახა ვინესვრის მტრისას, მაგრამ საკმაოდ კომფორტულ ადგილას ვიდექი და არ მქონია წყნარად უყურებდი ამ იმას, მაგრამ როგორც წესი არ მაქვს ხოლმე არც რაოდენობაზე რომ რაღაც ყვებიან სვათაშორის ერთი კვირავით არის დიღომში ფრინველის ბაზარს რო ეძახიან იქ შეკრება. ხო და ერთი ყველაზე გამოცდილი კაცი დგას და ამ ახალგაზრდა მონადირებს უსმენს და ერთ-ერთმა კითხა რომ და ყველა თავისას აქებს, ხო? პროფესორია, გაზეთებზე უგზავნი რაღაცებს ამბობენ და მე მინდორში რო გავა, როგორც წესი არ ამართლებს ბევრი რა, ხო და ამ კაცს კითხეს მართლა ეგრე არისო და რას გეტყვითო იცი ბიჭიკო? აი ამ ხის ჩრდილშიო ყველა ძაღლი მაგარიაო და მე მინდორში რო გაიყვანო, მე რა მოგახსენოთ. ყველა თავისას აქებს კი, ეს აქვთ მონადირეებს.